შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ, პროდუქციას კი წინასწარი შეთანხმებით სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეებიც, რომლებიც იბარებდნენ ნაკურდალს. დაკავებულთაგან 2 არასრულწლოვანია. გამოძიების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ, იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ. არასრულწლოვნები ობიექტებიდან იპარავდნენ დიდი რაოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაკურდალ პროდუქტს კი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში თბილისში, თევდორემტულის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაკურდალის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.